სალამი მეგობრებო. დღეს ვაიმე ძლივსა ვიღე. დღეს 5 ამანათი გვაქვს და ძალიან მძიმეები, აი ყველა მათგანი ძალიან მძიმეა. აი ნახეთ. 1 2 ესეც იმ სიმძიმეა მაგიდაზე გავაკეთებ ძალიან ზარებს მაგიდან. ყველა მძიმეა. აი ეს არის ჰაერივით სუბუქი და დავიწყოთ ამით. ესენი გადავწიოთ გოც აუ ეს ამ სიმძიმეა მაშინ ხა ან კარი სახელურია რაღაც ისეთი იდეა. ნახოთ, აი ეს არის ყველაზე მსუბუქი. ძალიან მსუბუქია და რაღაცა იდიოტობის მეტი არაფერი არ იდება ეხლა ამაში. ნახოთ. მეგობრებო, კაი ხარისხით ვიდეოებს, ანუ ეხლა თქვენ ამას უყურებთ TikTok-ზე ან Facebook-ზე, კაი ხარისხით ვიდეოები იდება ხოლმე YouTube-ზე, ჩემი YouTube-ზე. ამოვაგდება. ეხლა როგორ უნდა დავამატოთ და გამოიწერეთ. აი, აქ რადევს ეს რაღაც ამოუცნობია, მოდი ამითი ეს მეგონი დიალიზის აპარატია რა არის. რაღაცა დანა სტუდიაში. ეს მილიონჯერ გადასკოჩილი ამანათია, ალბათ ვიღაცას არ მოეწონა და აბრუნა და მე მოხვდა ჩვენთან. და ძალიან ბევრი სკოჩი აქვს. რაღაცის აპარატია, ვერ მივხვდი აქ აი ესე გამოიყურება, რისი აპარატია, ვერ გეტყვით, მაგრამ მოდი ვნახოთ. აჰა. ესეთი რაღაცაა. მოდი გავხსნათ. ვაიმე. რას შვება ეს აპარატი არ ვიცი. ინსტრუქციაც სამწუხაროდ აი მოყვა ინსტრუქცია მოყვა. კაი, ეს არის პირომეტრი, მაგრამ რას შვება რეალურად არ ვიცი. უნდა ჩაბერო, ჩასაბერია. ეს უერთდება. ეს უერთდება აქ და უნდა ჩაბერო. რავი, ინსტრუქცია შეეძლია. და გამერია ჩავბერე. და აი ნახეთ აქ თუ გავაჩერე, აქამ თუ გავაჩერე, კაია ესე იგი. ამ ჩაბეგვით, მაგრამ ნელა კი არა, ჩაბერო უნდა ამობერო. ნახეთ. სავარჯი, სულთქი სავარჯი შეგოს მივხვდი და ძალიან კაი. ანუ ეს რაღაცა გამოდის ბოლომდე უნდა ავიდეს ისე, რომ ეს ბურთი დარჩეს შუაში. ანუ ძალიან ღრმად თუ ჩაბერავ ეს ბურთი ადის. ეგრეა რა, ანუ ეს უნდა იყვანო ბოლომდე, ისე რომ ეს ბურთი შუაში იყოს ხოლმე. ნახე, ეს თვითი. საინტერესო რაღაცაა, ძალიან მომეწონა. მაგრამ ძალიან ცუდი ხანია მქონია ესე იგი სიგარეტმა გამიბუჭა სავარაუდოდ. კაი გამეა, ძალიან მაგარი რაღაცაა. რაღაც თავის რეკორდებიც ექნება და მე იმას ვიზავ. ნახავ. ძალიან კაი ვეშია. კაი, ნახოთ შემდეგი, ეს არ ვიცი რა არის. ეს არის რაღაც ეს სილიკონია. ესეთი რაღაცა არის. ეს თავზე ეფარება მე რა შეიძლება შინით მოათავსო. ესეთი რაღაცაა და ვერ მივხვდი რა არის. დამიწერეთ კომენტარებში აი ეს რა შეიძლება იყოს და რა შეიძლება მაშინ მოათავსო. მე ვერ მივხვდი ყოველ შემთხვევაში. მოდი ახლა ვნახოთ ყველაზე მძიმე რომელიც იყო. მოიცა არა ესა აი ეს არის ძალიან მძიმე ხალხო. ნახე. ანუ ერთი დიდი ყუთი დევს და აქ ზემოდან პატარა ყუთი ადევს. ნუ ეგრე ჩანს, ეგრე გძნობ ყოველ შემთხვევაში ხელებით და ვნახოთ შეგნით რა იდეა. ეგრეცაა. ორი ყუთი დევს, ერთი დიდი, ერთი პატარა. ამ პატარა ყუთში ადევს. ამაში დევს HDMI კაბელი. მოკლე, ამაზე ესეთი მოკლე HDMI კაბელი ჯერ არ მინახავს აღასდროს. ანუ რაღაცა მოკლესობა. აი ამაში დევს მთელი სიმძიმე, რას დევს და ნეტა რა არის ძალიან მაინტერესებს. რაღაც ესეთი იდიოტობები ამომივიდა ამ ბოლო დროს, რომ უკვე მუღამის დამეკარგა ეს ყუთი როგორ იხსნება, მაგასაც ვერ ხვდები და არ მინდა ყუთი დავაზიანო, მაგრამ მომიწია ყუთის დაზიანება. და ხალხო, კარის სახელურები ამომივიდა, სავარაუდოდ კარის სახელურია ეს. კარის სახელურები ამომივიდა, აი ესეთი ერთ ცალს გავხსნი და განახებთ. აი.
ესეთი, სავარაუდოდ, ხო, კარგი სახელურია. აი ესეთი კარგი სახელური ამომივიდა დოხუია. ანუ ერთ სასახლეს ეყოფა იმდენია, მინიმუმ 1-20 ცალი დევს. კარგი სახელურები. ვინმეს ესეთი კარგი სახელურები თუ გიშერდებათ, შეგიძლიათ მომბართოთ. ან ცოტა ხანში ონლაინ მაღაზიას გავხსნით და იქ გაიყიდება კაპიკებად ეს ყველაფერი ალბათ. როლ გართობის მიზნით. თავის შრუპები და ყველაფერი მოყვება. ანუ ძალიან ბევრია. აი უბრალოდ შეხედეთ გამდა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 22 цალი კარგი სახელური მაქვს ხო? ნუ არ ვიცი ეს კარგი სახელურებს ოდესმე რამეში თუ გამოვიყენებ. იმიტომაც იყო ესეთი მძიმე. შემდეგი არანაკლებ დევს 1-5, რაღაც დაჯღანული ყუთი და აქ ზემოდან სხვა რაღაცებია დევს. ნუ 2 რაღაც უნდა იყოს მინიმუმ. და ძალიან რთულად მისადგომია ამის გახსნა. გადევს. აი რაღაცა პაჩკები. და ისევ ისეთი ყუთი. მოდი დიდი ყუთით დავიწყოთ რა არის? აი მე რაღაც ძალიან ბევრი კაბელია. ოჰო. სახლის შიდა განათებებია ესეთი 2 ცალი, აი ესეთი, ანუ რაღაც ესე კიდებ ზემოთ ან ქვემოთ და ხო ხვდებით რაც არის. თავისი გადამყვანებით საღანო ბევრნაირი ტიპის შუქი აქვს და ნუ ეს ევროპული, ამერიკული თავი აქვს. გადამყვანი ამ ეტაპზე არ მაქვს განახოთ როგორ განათებს, მაგრამ სიტყვაზე მედე თუ კაი რაღაცა იქნება. საკმაოდ კაი რაღაც უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ ცუდს არ გავს ეს რა. სახლისთვის არის. თავისი ისინიც მოყვა. აი სახლის უკვე იმდენი რაღაცა მომივიდა თავისუფლად იმას ვიზამბობ, მოვაწყობ სახლს. ყველაფერი მაქვს თითქმის აბსოლუტურად ნათურებით დაწყებული, განათებები დამთავრებული. ეს კაი რაღაცა არის. Amazon-ზე ეს საკმაოდ კაი თანხა იღება, არ მგონია აქ 15 და 20 დოლარზე იყოს ლაპარაკი, მეტი იქნება. და ესენი არის, არ ვიცი რა არის. აი ესეთი ნაკლეიკებია, არ ვიცი ეს ნაკლეიკები რაზე მისაკრობია, ამას ბანანები და რაღაცები ახატია და ბევრი დევს, აი ესეც. და ესე იგი, ეს ყოფილა, ხა წავიკითხე. ანტიკორო ბრასლეტი, ანუ ანტიკორო ბრასლეტი გასიცემს არ ვიცი, კორო არ მოგეკარება ამას რო გაიკეთებ, ესე იგი. და ესენი ანტიკორო ისინია, სტიკერებია, რაღაც მიაკრობ და ტასაცმლის კარად აზიან სადმე და კოროები აღარ ეკარებიან იქაურობას. ნუ რა ვიცი, საინტერესო რაღაცაა. კოროები ვისაც აწუხებს სახლში, ან რამე დაწესებულებაში შეიძლება მოიხმარო. ეს არის ჩვენი მია, ნახეთ რა ხელა გაიზარდა. აი შენ. აი. შენ არ დამაკოცო? ჰა? მაკოცე? აი, შემდეგი ამანათი აგდევს 1, 2 ყუთი და ეს მესამე ყუთი და კიდე აქ რაღაცა 4 რაღაც უნდა იყოს აქ. და თუ მართლა 4 იყოს ეგ გავახტი. ოი, მეტი დევს დაჟე ხალხო 1, 2, 3, 4 და 5 და აი ეს უკვე ამოდის მეორეჯერ ხალხო. მესამეჯერ ამოდის ეს უკვე. ეს დამტენი. საკმაოდ ნაგავი დამტენია, ტელეფონს თუ აერთებს 3 საათში ტენის, ანუ საერთოდ არ ვაგობ, 3 თავი აქვს. წინა ვიდეოებში შეგიძლია ნახოთ ეს. რაც შეეხება სხვა რაღაცეებს. ეს რა არის? კიდე ამოვიდა აი ეს. ეს სალაშქრო ისა სავარაუდოდ. წყლის ჩასასხმელი. ხო, აი გაიბერა. ეს არის სალაშქრო წყლის ჩასასხმელი. კაი ხარისხია. აქ სავის საწყობიც აქვს პატარა. რომელიც მე ესე ერთდება. და ესე, იცი. ანუ ესე კაი მოდი ეს დავტოვოთ. ამის ნებები არ მაქვს. შემდეგი, ამაში გადევს ვერ ხვდები, ხოლო შყის კოდი აკვია. ნახოთ რა შეიძლება იყოს ამაში. ეს თუ ავწდები ტატუს აპარატის პედალი უნდა იყოს. მე მგონი ეგ არის, იმიტომ რომ აქ ესეთი პორტები აქვს ტატუს იმას ზუსტად. ერთი აქვს შესაძლებელი, ერთი შეიძლება ვწდები აქვს ტატუს კი ვხატავ, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ აი ესეთი ვარ. აქ ეკრანიც აქვს, მაგას გავს ძალიან. Sofadio ესე ქვია ბრენდს. არ ვიცი, კაი ბრენდია, ცუდი ბრენდია, არ გამიგია არასდროს. ამაში გადევს ახლა ვნახოთ. ნუ ამაში ესე იგი, ამაში 5 რაღაცა იდო ხალხო. ამაში დევს რაღაც ნაგებობები არის თუ ავწევი ნაგებობები კი არა. აი ესეთი რაღაცეები დებს ხალხო. ეს ესე შედის შეგინეთ. მე მგონი ესეც კარგი სახელურია. ალბათ ესე შედის მე კარში და აღებ. კარგი სახელურების დღე გვაქვს დღეს. კარგი სახელურებს გავს ძალიან. 2 ცალი არის შეგინეთ. რაღაცა, რა ვიცი, აქცისგანაა მე მგონი გაკეთებული ძალიან. ნუ მოკლედ არ გვიმართლებს. ეს ბოლო, შემდეგი, არ ვიცი ეს რა არის. გავხსნათ და მოდი ვნახოთ პირდაპირ.
Why? ეს არის ესეთი უცნაური რაღაცა, რომელიც ვერ მივხვდი რა არის. რა შეიძლება ეს იყოს ხალხო? ანუ შეგინთ რაღაცა არის. რაღაცა ასხია, რაღაც აქ აყენებ ზომები აქვს 1-დან 10, 11, 12, 13, 1-დან 12-მდე ზომა აქვს. კაი, რაღაცა დავაყენეთ ზომაზე, მე რა ხდება? რას შვება? კაი, მოდი ვნახოთ. ინსტრუქცია შენით არ მოყვა. უბრალოდ დაწერია რა არის. და სადაც უნდა ეწეროს, კაკას ზუსტად იქ გადაკრული აქვს სტიკერი და არ ჩანს რა არის. ყავის ფილტრია აწერია. რომელიღაცა ყავის აპარატის ფილტრია სავარაუდოდ. ეს რაღაც საინტერესო რაღაცებიც ამოვიდა, მაგრამ რო გითხრათ ახლა ძალიან გადავიღია და გავგიჟით ხო არა. და დღეისათვის ბოლო ამანათი, რომელიც ასევე საკმაოდ მძიმეა და დევს ერთი ყუთი, ეს მეორე ბრტყელი ყუთი და მესამე აქაც ყუთი. ნუ სამი რაღაც უნდა იყოს სავარაუდოდ და ვნახოთ, ხო, როგორც თქვი ზუსტად ერთი ყუთი, ეს მეორე დიდი ყუთი და ამაში რაღაც ჭყიალები დევს. კაი. ახოთ აბა ეს ჭყიალა რა შეიძლება იყოს. ამოვიღოთ ერთი ცალი და თუ გასაბერი ბურთია გავბეგოთ კიდევაც. არა. არ არის. მე მგონი გასაბერი ბურთი არის. აი ესე გამოიყურება, ოღონდ საიდან იბერება? საკუთარი აპარატი ჭირდება სავარაუდოდ გაიბეროს. ესეთი რაღაცა არის. ვერ მოვიხიბლე. ესე ძალიან მძიმეა და რაღაცა აი ესეთ ყუთს უკვე ხერხს ვკიდე გონია რაღაცა კარის სახელურია კიდე. აუ ეს რა უბედურებაა. აი ესეთი რაღაცები ამოვიდა ხალხო. ესენი არის ჭიქის დასადებები, როგორც მივხვდი და საკმაოდ ლამაზები, ნახე, ესეთი და ესეთი. თვითონ ამაზედებს. ხო, ეს კაია. ეს რაღაც ღირებული არის ეს ჩემთვის ახლა. მე ეს მომეწონა ძალიან. მას ამბობ სულ საოჯახო რაღაცები ამოდის, ესეთი ტექნიკები და რაღაცები აღარ ამოდის, ძალიან სამწუხაროა. გაგვიმართლებს კიდე როგორც ტელეფონის დროს გაგვიმართლა. რა ფორმაზეა ეს, ვერ გავიგე სად უნდა გავუჭერო. ტექნიკი გაქვს. თუ საინტერესო რაღაცებს შეგინეთ. ოჰო, რაღაცა სკივრი არის და აბა გაიდება პირველი თქვენ განახებთ ახლა სკივში. მგონი არაფერი. და სკივში არაფერი არ დევს, სკივი არის ცარიელი. მე მგონი ბეჭდები ჩასადებია, ხო? მე მგონი ეს არის ბეჭდები უნდა ჩაიდოს აქ. ცარიელია, ბატერიას არ აუშავს. აი ბეჭდებს ჩაალაგებთ აქ. რა ვიცი, რო გითხრათ უკმაყოფილო ვარ მეთქი, არ ვარ უკმაყოფილო, კაი რაღაცები ამოვიდა, გავერთე ცოტა. სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, უფრო კაი ხარისხით და უფრო გაშლილი კუთხით ვიდეო შეგიძლიათ YouTube-ზე უყუროთ, უფრო გარშემო რაღაცებით ჩანს ხოლმე აქეთ-იქით. წარმატებები ყველას. გამოიწერეთ არხი.